როგორ ახართ გოგონებო, იმედი ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ კლასიკურად ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გოგონებო გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის. მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და რა თქმა უნდა, მე მჯერა რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად თავრე თქვენ მიიღოთ ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება. და სწორი გადაწყვეტილება მოდის სწორი ხედვიდან. დავიწყოთ მაშ ჩვენ გოგონებო მისი ფიქრები. თუ თქვენ გრძნობთ ენერგეტიკულად რომ ეს გაშლა არის თქვენზე მოусმინეთ. თუ თქვენ გრძნობთ რომ თქვენზე აქ არაფერი არ არის ნათქვამი, მაშინ რა თქმა უნდა არ გააგრძელოთ ყურება. ფიქრი. გრძნობა. მოქმედება. ძალიან თუ გამიჭირდა, მაშინ ამოვიღებ, რა თქმა უნდა, დამატებით. ზოგადად მირჩევნია, რომ აი სამ-სამი არკანით ზუსტად თქვა ყველაფერი ისე როგორც არის. საერთოდ სიტუაცია ალბათ მიდის იმისკენ, რომ ან ყველაფერი როგორც ყოველთვის დასრულებულია, ან მიდის მაქითკენ და სამწუხარო რეალობა ის არის, რომ თუ ვინმე კითხვის ნიშანს ტოვებს პიროვნება ურთიერთობაში, რომ არც იქედა და არც აქეთაა, მაშინ იქეთაა გოგონებო, იმიტომ რომ ზღვარი გადაჭრა, ანუ მიდის აქედან რეალურად, იმიტომ მიდის, რომ არ უნდა ეტკინოს ამ ურთიერთობაში. ამ ურთიერთობაში შესაძლოა უკვე ნატკენიც იყო და რაღაცა მოხდა. მამაკაცებსაც აქვს სული, როგორც ჩანს, და ასეც არის ნამდვილად და ერთი სიტყვით პრობლემა არის მამაკაცში დღეს. თქვენ ზუსტად თუ აცნობიერებთ, რომ მამაკაცი ტოვებს გაურკვევლობებს ან კონკრეტულად გასულია, მაშინ მობრძანდით და გავაგზავნოთ ყურება. მისი ფიქრი. აუ, როგორი გაყინული მდგომარეობა აქვს. ფიქრები რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ თა როგორი ფიქრებია, იცი? ჯერსაც აქვე ვიტყვი, რომ უფრო კიდე რომ მიხვდეთ, თუ თქვენ უყურებთ, რომ ეს ადამიანი არის ცოლიანი, მაშინ უყურეთ. ამაზეც წავა ეს გაშლა პირდაპირ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მესე უნდა მიიღოთ. ესე იგი, ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს, მაგრამ ფიქრის შედეგად მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ყველაფერი უნდა რომ გააჩეროს და ძალიან გაბრაზებული, გაღეზიანებულია რატომღაც თქვენზე და ისეთი მომენტი აქვს, რომ როგორც ჩანს, ახლა არ ვიცი, ყველა სხვადასხვა სიტუაცია აქვს, მაგრამ აქ თქვენი ხელისუფლებია, რომ გაბრაზებულია. იმიტომ არის გაბრაზებული, რომ ვერ მიიღო ისე როგორც მას სურდა. რაღაცა ეს ჰარმონია უნდოდა, მაგრამ ეს ჰარმონია რის ხარჯზე იყო, იცით? 3.1000 არის მაინც, მოდი ვთქვათ, კლასიკურად რო ვთქვათ, მესამე ფაქტორები და ყველაფერი ძალიან ზერელეთ, ზედაპირულად და რო აქედან რაღაცა მომავლის სუნი არ ასდის ამ ყველაფერს. შესაბამისად, თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ადამიანი მიდის, რომ მე არ მინდა მეტკინოს, მე არ მინდა, ასე ვთქვათ, გამოგეკიდო, რამე გავაკეთო და ესეც არის რაღაც ეს იმპერატორულ პოზიციაში, თუმცა პასიურად ანთებული, იმიტომ რომ ეფიქრება ეს ყველაფერი როგორ შეიძლება და შენ და ყველაფერი ყოფილიყო ხო ლაითად, ანუ დაძაბვების გარეშე, ვინმესთვის თუ ნორმა არის მესამე ფაქტორები პარალელურად, კი, ოკეი, იმისთვის ყველაფერი ნორმა არის ამ შემთხვევაში, მაგრამ ახლა და ამ მომენტისთვის ნაბიჯებიც რო გადადგათ, თქვენც მიუხედავთ იმისა, რომ თქვენგანაც გრძნობ, რომ აქ რაღაცა წავიდა, ატკაზი რო იტყვიან ჩვენებურად, მაინც არ არის პასუხის გამცემი, ან თუ პასუხს გაგცემს, ისეც გაგცემს, რომ მართლა რეალურად შეიძლება, რომ ძალიან დაგაზიანოს ემოციურად ამ ყველაფერმა. ნუ ფიქრები არის ძალიან გაღიზიანებული და აცნაერი რა, ერთი სიტყვით. არასასიამოვნო. გრძნობა. სამივე მაღალი არკანი და როგორი რამეა, ნუ გრძნობა აქვს. გრძნობა რო აქვს, მაინდა-მაინც სიყვარულს ხوار გულისხმობთ, ანუ გრძნობა არის 10,000-ნაირი, ხო? მაგრამ გრძნობას ახლა გეტყვი, ჯერსაც იმიტომ აქვს გრძნობა, რომ ძალიან მაგარი ხარ. აი ძალიან მაგარი ტიპი ხარ, გიყურებს, ძალიან მემძიდველი ხარ, რაღაცა ეს სექსუალური ენერგეტიკა ის არის, რა ქვია, მარტო მაგას კი არა, შესაძლოა გადამდებიც კი იყოს და გულგრილი არავინ არ რჩება, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ თავი დავკარგი, ანუ მომაჯადოვე, თავი დავკარგე, უძლური ვარ. ვაღიარებ როგორი ხარ, ანუ ემოცია გრძნობა მაგ და ამას ქვია ვაღიარებ როგორიც ხარ, მაგარი ხარ, სუპერი ხარ. მაგრამ აქ არის მიჯაჭვულობა და ზუსტად ამაშია საქმე, რომ დრო მოვიდა მიუხედავად იმისა, რომ მე შენს მიმართ ვარ მიჯაჭვული, განგეჯაჭვო აქედან, გოგონებო.
ესე იგი, რადგანაც ეს ფრაზა ზოგადად გამიჭირდა, შესაძლოა არ ხდებოდეს ეს განჯაჭვა აბსოლუტურად, იმიტომ რომ აქ ყველაფერი ძალიან ჩახლაფორთებულია, მიხლაფორთებულია და აქვე გეტყვით იმასაც, რომ სტაგნაცია ურთიერთობაში, გრძნობაში, მოქმედებაში უკვე იგრძნობა, გოგონებო, ფიქრებიდან გამომდინარე ყველაფერი იგრძნობა და ამიტომ აქ მე ვერ უყურებ რაღაცა იმედით უნდა შეხედოთ. შეიძლება უყუროთ ზოგადად გაშვებს, აი უბრალოდ რომ დააჭდეთ, დაგაინტერესებთ ერთია მითხარით რა ხდება მის თავში, თორე ეს მას არ ნიშნავს, რომ მაგალითად всё ასე იქნება და ეს ყველაფერი მივიღოთ სერიოზულად. ყველაფერი მივიღოთ ისე, როგორც საჭიროა სიტუაციიდან გამომდინარე. ამიტომ მე მაინც გეტყვით, რომ უმნიშვნელოვანესი ადამიანი ხართ, რადგანაც თქვენ ხართ კაშკაშა ადამიანი, რომლის წინაშეც თავს კარგავს პიროვნება. მაგრამ აქვე მინდა მაინც დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ხანი არ ამიხსნია ისე, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა ის, რომ როცა ვამბობ და ამხელა აუდიტორია რომ შენს მიმართ თავს კარგავს, შესაძლოა რეალურად იხედებოდე შენ სიტუაციაში და თქვა რომ ვაფშე არ კარგავს თავს, ამას მე ვერ ვწობ, ესე იგი გოგონებო ეს გაშა თქვენზე არ არის. და ყოველთვის ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მაგარი არ ხართ ან მიმზიდველი არ ხართ. საერთოდ ქალის რესურსზე და ენერგიაზე მე ვილაპარაკოთ. რაღაცა გულუბრყვილო ვიდეო ვდავდე ჩემი აზრით, აქ რომ მიდევს რაღაცა. აი ამ რაღაცა მინდოდა ვცლად. მოკლედ მოკლე ამოვჭერი, მოკლე ვიდეო და TikTok-ზე დავდე. ანუ მე მგონი 60,000 ნახვამდე ავიდა 2 დღეში თუ 3 დღეში. ანუ როგორი ბულინგი მიდის, იცი? ანუ როგორ მაბულინგებენ, ხა მადლობა ღმერთს, კარგებიც არიან, მაგრამ ესე იგი მაბულინგებენ ასეთი ემოციური ტალღა მე ცხოვრებაში არ მინახავს, მაგრამ ვიცი ხა TikTok-ში ბოდიში რა ყველა ძაღლი და ღორი იყრია ხა, ყველას არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ გადავსებულია უარყოფითი ენერგიებით და მოკლედ რა ვიცი, აქ რო ღიზიანდებოდი ვიღაცებს კომენტარზე გეხვერწებით, ეს არის ძალიან ყვავილები და აწი რეაქცია არავიზე და არაფერზე არ მექნება. არავის და არაფერზე არ მექნება. ამიტომ ქალური ენერგიებზე ვისაუბროთ მე, რომელიც არის ძალიან საინტერესო და გავარჩიოთ, იყო მოვლილი, მოწესრიგებული და ქალი და დაბერილი ბარბი კუკლასავით და რაღაცა სელფების გამო და მამაკაცების გამო, ყველაფერი ზოგადად მამაკაცების გამო ხდება, იმიტომ რომ არც კაცი უნდა იყოს მარტო და არც ქალებს არ გვინდა მარტოობა, ჩვენ თუ ვართ ლამაზები, პირადად მე ვაღიარებ, მე თუ ვარ ლამაზი, კონკრეტულად პიროვნების მიმართ ვარ განწყობილი და მე მინდა მას მოვწონდე. ხო და ეს ფრაზები რომ საკუთარ თავს უყიდე, ყვავილები, დაუპატიჟე საკუთარ თავი რესტორანში და ჩემი თავისთვის რა ლამაზი, ძალიან ატყუებთ საკუთარ თავს, რაც თქმა უნდა ძალიან ცუდი. ჩემი აზრი ეს პირადად შეგიძლიათ მესროლთ პომიდორები. მოკლედ, მოქმედება რა იქნება მისი? მოქმედება, სხვათა შორის იქნება მოქმედება, ოღონდ მოქმედება კონკრეტულად მისგან კი არ იქნება, მისგან იქნება დამაბნეველი შემოთავაზებები. ყველაფერი იქნება დამაბნეველი, მაგრამ ეს დამაბნეველი იქნება ძალიან სასიამოვნო. ანუ ადამიანი ცდუნდება მაინც თქვენს, ანუ ცდუნდება. აქ კარმული ურთიერთობაა და მაინც როგორ არის, გაჩერდება ურთიერთობა, მე ისე ვიწყება, გაჩერდება, იწყება და აი ასე მიდის ცხოვრება რეალურად და ასე იქნება ყველაფერი. მე მაინც ერთს კარს დავამატებ, ტაროს ამოვიღებ ახლა რომ გავიგო მაინც რაღაცა როგორ რაღაცა მომდის, იცი? კი ექნება ამას რაღაცა მოქმედება, მაგრამ თითქოს დრო გაარკვევს ყველაფერს, ვინ არის. მოდი ვნახოთ. რეალურად ვინ არის ეს გაირკვევა თუ დრო დაალაგებს მაინც არეულ და რეულობას, ვინ არის თუ დრო დაალაგებს, ვინ არის და დროც თავისთავად. აი ნახე, როცა შევხედავ და გავიგებთ ვინ არის, რეალურად ყველაფერი ლაგდება. თუ რა თქმა უნდა, ამის სიმამაცე გაქვს და მე ყოველთვის ვამბობ იმას, რაც უნდა მტკივნეულად იყოთ და არ გინდოდეთ სიმართლე, ჯობია რომ გაიგო ვინ არის, ეს ძალიან საინტერესო დაკვირვება სხვათა შორის. ყველაფერი დასტაბილურდება ამის შემდეგ, ყველა ვარიანტში, ყველა მიხვდება ერთმანეთის ფასს და ეს აუცილებელია. აქვე გეტყვით, მე ყოველთვის ჩემს თავზე მაქვს ყველაფერი გადატესტილი, ამ სიტუაციას კი არ გულისხმობ, ზოგადად ვიცახი, ანუ დაკვირვება საკუთარ თავზე და აი TikTok-ში რო არის შერატო გაგწკეპელი ვიტუჩები და ვაიმე შენ პრიჩასკას რა უთხარ და შენერები აბულინგები და რაღაცას ფიქრობდი და იცი რა წამომივიდა, აი პირველ დღეს სალოყაზე გამომფოთლა. იმიტომ რომ პასიური სტრესი მქონდა, მე გადამივიდა რა თქმა უნდა და მე რო ვფიქრობდი, ანუ ძალიან ბევრი დადებითიც არის, მაგრამ ძალიან ბევრი უარყოფითიც არის, ანუ აზრები იყოფა, ბუნებრივია, მაგრამ ნახე გამიჩნდა ამბიცია, რატო შეიძლება ეხლა მე ყველამ არ დამეთანხმოს, მეთქი ხათუნა, დამშვიდი. რატო უნდა დაგეთანხმოს ახლა ყველა მითხარი? ანუ წარმოვიდგინე ამ ხელა ამბიცია წამომივიდა.
მე ეს ძალიან კარგია, როცა საკუთარ თავთან დგები, რა მოთხოვნები გაქვს, რა ვიცი რა, ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო დაკვირვებები გოგონებოდა. ერთი იცოდეთ, რომ ეს ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არავის გამო არ შეიძლება ნერვიულობა. ყველაფერი დაავიწყდება და ყველაფერი იქნება idеალურად. Რა თქმა უნდა, თუ დროულად ჩავერევით სიტუაციებში და ყველაფერში. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.